გამარჯობათ, მოდით დღეს ვნახოთ, ვინ ფიქრობს თქვენზე ყველაზე ხშირად. ეს გვიჩვენებს იმ ადამიანს, უბრალოდ ვინც ყველაზე ხშირად ფიქრობს თქვენზე. თუ რეზონირდება, გააგრძელეთ ყურება, თუ არა, ნახეთ სხვა ვიდეოები ჩემს არხზე. პირადი კონსულტაციისათვის აუცილებლად მომწერეთ. ვნახოთ, ვინ ფიქრობს თქვენზე ყველაზე ხშირად. ძალიან სწრაფად მიიღებთ ამ ადამიანისგან შეტყობინებას, შეგახსენებთ თავს, შეიძლება რამდენიმე საათში დაგირეკოთ კიდეც, ან რაღაც ამბავი გაიგოთ მის შესახებ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს თქვენი პიროვნების მიმართ. შეიძლება იყოს პირადი ურთიერთობის მხრივაც, სიმპათიები ჰქონდეს, შეიძლება იყოს საქმიანი დაინტერესებაც, საქმიანი ურთიერთობების შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში მოხიბლული არის თქვენი პიროვნებით და სურს საუბარი, მეტის გაგება თქვენზე, მეტი ინფორმაციის მიღება, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, თქვენი ზოგადად შეხედულებები ყველაფერზე. ხო, ანუ ძალიან უნდა თქვენთან დაკავშირება ამ ადამიანს, ვინც ყველაზე ხშირად ფიქრობს თქვენზე და სავარაუდოდ მალეც დაგიკავშირდებათ. ან მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მის შესახებ იცოდეთ. შეიძლება ზოგიერთმა უბრალოდ რაღაცაც გაიგოთ ამ ადამიანზე. უბრალოდ რა არის, იცით, რომ რაღაც მიზეზების გამო ჯერჯერობით ეს ადამიანი თავს იკავებს ხშირი კონტაქტისგან, თავს არ გაბეზრებთ. მას აქვს მიზეზები, რომ დავუშვათ ხშირად არ დაგირეკოთ, ან ხშირად არ მოგწეროთ. ამ ყველაფერს ისაკეთებს გამიზნულად, თორე სურვილი ძალიან დიდი აქვს, რომ თუნდაც დავუშვათ დღეში 10 ჯერ დაგირეკოთ და გესაუბროთ. რატომ აკეთებს, ძალიან საინტერესოა. ანუ ეს ადამიანი გამიზნულად სპეციალურად არის დისტანციაზე თქვენგან, იმისათვის, რომ არ გამოჩნდეს ისე, რომ დავუშვათ თან თავს გაბეზრებთ, ან რაღაც ასეთი და ამითი ცდილობს, რომ უფრო მეტად თქვენ გაგიყვანოთ კონტაქტზე და უფრო მეტად თქვენგან იყოს აქტიურობა. თვითონ ასე ვთქვათ, გამიზნულად იკავებს თავს ხშირად კონტაქტზე გამოსვლისგან. და ეს არის ისეთი ადამიანი, ვისაც სერიოზული ინტერესები აქვს თქვენს მიმართ, უბრალოდ საკმაოდ ეშმაკურად იქცევა, თავისი პასიურობით ცდილობს, რომ თქვენ გაგააქტიუროთ. მაგრამ მაინც დარეკავს, მაინც მოვა, მაინც მოგწერთ, მაინც შეგეხმიანებათ. საპირისპირო სქესის წარმომადგენელია, საკმაოდ ისეთი სოლიდური პიროვნება არის, თქვენთვის მოსაწონი ადამიანი არის, სტატუსიც აქვს, ყველაფერი. უბრალოდ თქვენ ნერვიულობთ, იცით რა, ეს ანუ განიცდით ამ ადამიანის შთაბეჭდილება თქვენთვის მნიშვნელოვანია და განიცდით იმას, რომ რას ფიქრობს, რატომ თქვენს მუდმივად მოლოდინში ხართ ამ ადამიანისგან რაღაც ნაბიჯების. უბრალოდ როგორც მივხვდი, აქ ისეთი სიტუაცია არის, რომ ვინ გატყდება პირველი, ვინ დარეკავს პირველი და ასე შემდეგ. 50-50-ზე ვერ ვიტყვით ამ ადამიანთან ურთიერთობა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თქვენზე არის დამოკიდებული და კიდევ სხვა ბევრ სიტუაციებზე, როგორი ურთიერთობა შეიძლება განვითარდეს მომავალში. უბრალოდ ეს ადამიანი დღის განმავლობაში ძალიან ხშირად ფიქრობს თქვენზე, ძალიან უნდა კონტაქტზე გამოსვლა, მაგრამ თავს იკავებს, იმიტომ რომ თქვენგან ელოდება რაღაცებს, ასევე თქვენს შესახებ ძალიან ბევრი რაღაცების გაგება უნდა, ჭკვიანურად მოქმედებს, ანუ ეს ისეთი ადამიანი არის, რომელმაც შეიძლება პირდაპირ არ გკითხოთ რაღაცა და თვითონ გამოიტანოს დასკვნები თქვენი მოქმედებებიდან და თქვენი საუბრიდან გამომდინარე. დადებითად არის, რა თქმა უნდა, თქვენს მიმართ განწყობილი. აი ასეთი საინტერესო პიროვნება ამოგვივიდა, ვინც თქვენზე ყველაზე ხშირად ფიქრობს. გაშლებისთვის მომწერეთ პირადში. სასიამოვნო დღეს გისურვებთ.